ჩვენ ზუსტად ეს შეკითხვა გვაქვს სხვათა შორის ინტერაქტივში დასმული. გიორგი, მოდით მე ხა წავუკითხავ მაყურებელს და თქვენს პასუხს დაველოდები ამაზე. შემდეგ პროკურორი ამბობდა, რომ საქმეში არსებობს აუდიო, ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებები, რომელიც მათ შორის მესამე პირს ეხება და რომელიც შეიცავს როგორც პერსონალურ ინფორმაციას, ასევე ხშირ შემთხვევაში ინტიმურ დეტალებს და აი ამიტომ ისინი თვლიდნენ, რომ უნდა დახურულიყოს ხდომა. ერთი არის, რასაც ამბობთ თქვენ, რომ საზოგადოებას არ უნდათ რომ გააგებინონ სინამდვილეში იქ რა ხდებაო, მაგრამ თუ თქვენც ადასტურებთ, რომ რაღაც მიმოწერა არსებობს, რომელიც არის საქმეში წარმოდგენილი, რომელიც თქვენს გადმოგცეს, ესე იგი იქ მართლა ვიღაც მესამე პირიც არის, ხო? ამიტომ აქედან გამომდინარე, ეგ ჯობდა რომ ყოფილიყოს ხდომა დახურული. მარტივად გიპასუხებ. პირველი, ეს მესამე პირი ამ საქმეში იმდენად უმნიშვნელოვანია, დაკითხულიც კი არ არის საქმეში და ის მოწმის სტატუსითაც არ სარგებლობს და სასამართლოში მოწმედაც კი არ იქნება მოყვანილი. ეს ერთი. და მეორე, ჩვენ სასამართლო პრაქტიკაში არაერთხელ ყოფილა, მათ შორის ჩემ საადვოკატო პრაქტიკაში ერთ-ერთი გახმაურებული საქმე ავიღოთ, არც გარდაცვლილი ბატონი ზურაბ ჟვანია, სადაც ეგრეთ წოდებული ჰაკიმ ფაშას ვიდეოს ნაწილი დაიხურა ერთი დღე, რამოდენიმე საათი, დანარჩენი 9 საათი იყო თავიდაბოლომდე ღია. თუ აუცილებლობა იყო ის დღე, ის საათი, ის მონაკვეთი დახურულიყო, როგორც იყო მაგალითად კაბელების საქმეზე და უამრავი სხვა საქმეზე, რა პრობლემას წარმოადგენდა? დავიჯერო 120 მოწმე, რომელიც დასაკითხი 120-ვეს პირადი ცხოვრება განიხილება, მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე, ხო? გიორგი, ეხლა რას აპირებს დეკანოზი იგი შემდეგ ხდომას დაესწრება თუ არა? მოდით მე მაყურებელს გავაცნობ, რა განცხადება გაავრცელა სასამართლომ ბრალდებულ მამალაძის